2003 წლის 28 აგვისტოს პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში 911-ში შეშინებულმა მოქალაქემ დარეკა და აცნობა, რომ ბანკი დააყაჩაღა მამაკაცმა, რომელსაც კისერზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკეთა. პატარა მშვიდ ქალაქში მომხდარი ეს დანაშაული მალევე გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ამოუხსნელ და შემზარავ კრიმინალურ ისტორიად ამერიკის ისტორიაში, საქმედ, რომელიც მოგვიანებით საყელოიანი ბომბის სახელით გახდა ცნობილი. 911-ის ოპერატორმა ბანკის ძარცვის შესახებ მიღებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადასცა ქალაქში მოძრავ საპატრულო ეკიპაჟებს. ამის საფუძველზე დანაშაულის ადგილის მახლობლად მყოფმა ერთ-ერთმა ეკიპაჟმა შეამჩნია გაჩერებული საეჭვო ავტომობილი, რომელიც 911-ის ოპერატორის მიერ გადმოცემულ აღწერას ემთხვეოდა. მანქანაში მყოფი მამაკაცი 46 წლის ბრაიან დუგლას უელსი აღმოჩნდა. როდესაც ოფიცრებმა უელსი მანქანიდან გადმოიყვანეს და ხელბორტილები დაადეს, მან მაისურის ქვეშ დამალული კისერზე მიმაგრებული მძიმე მასიური მოწყობილობა აჩვენა და თქვა, რომ ის ბომბი იყო. სამართალდამცველებმა მყისიერად დატოვეს ხელბორტილებიანი ბრაიანი ადგილზე და თვითონ უსაფრთხო დისტანციაზე გადაინაცვლეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ გამოიძახეს გამონაღმელთა ჯგუფი, ასევე დაიწყეს ახლოს მდებარე ობიექტებიდან ადამიანების ევაკუაცია. ტერიტორია დამცავი ლენტით შემოსაზღვრეს, რათა ცნობისმოყვარე ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მომხდარს ტელევიზიით აშუქებდნენ, ახლოს არ მისულიყვნენ. პოლიციამ ჯერ ბოლომდე არ იცოდა, რასთან ჰქონდა საქმე, ტერორისტულ თავდასხმასთან თუ მხოლოდ ბანკის ძარცვასთან. ამიტომ მათ ადგილზე ფედერალური უწყების დახმარებაც მოითხოვეს. სანამ გამონაღმელები შემთხვევის ადგილზე მივიდოდნენ, ბრაიან უელსმა ლაპარაკი დაიწყო და სამართალდამცველებს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ისტორია უამბო. მისი თქმით, ის პიცერია მამამიაში მუშაობდა, სადაც შეკვეთა მიიღო, რომ ორი პიცა უნდა მიეტანა მისამართზე, პიჩ სტრიტის 8631 ნომერში. როცა ადგილზე მივიდა, მას თავს დაესხა რამდენიმე აფრო-ამერიკელი მამაკაცი. ის ძირს დააგდეს, იარაღის მუქარით კისერზე ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუკეთეს და უბრძანეს, რომ მათ მიერ მითითებული ბანკი გაეძარცვა. უელსმა ასევე პოლიციას სთხოვა, რომ მის დამსაქმებელთან დაერეკათ პიცერიაში და ეთქვათ სად და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა. მიუხედავად სერიოზული მდგომარეობისა, ბრაიანი ძალიან მშვიდად იქცეოდა, რაც განსაკუთრებულად უცნაურად ჩანდა იმ ადამიანისგან, რომლის სიცოცხლეც შესაძლოა ბოლო წამებს ითვლიდა. პოლიციასთან საუბრისას მოულოდნელად მოწყობილობიდან, რომელიც უელსს კისერზე ეკეთა, სულის შემძვრელი სიგნალის ხმა გაისმა, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა. პირველად სწორედ ამ დროს ანერვიულდა ბრაიანი. ის შეშინებული უყვიროდა პოლიციას, თუ რატომ არავინ არ ხსნიდა ბომბს კისრიდან. ყვირილის პარალელურად შეშინებულმა უკან დაიხია და სასოწარკვეთილი ცდილობდა, როგორმე თავი დაეღწია კისერზე დამაგრებული მოწყობილობისგან. სიგნალის ხმა კი თანდათან გახშირდა და რამდენიმე წამში გაისმა მძლავრი აფეთქება. როდესაც აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კვამლი გაიფანტა, სამართალდამცველებმა დაინახეს ასფალტზე მწოლიარე ბრაიან უელსი, კერჩი 12 სანტიმეტრიანი დიამეტრის ჭრილობით. მან რამდენჯერმე ამოისუნთქა და მიღებული სასიკვდილო დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. აფეთქებიდან 3 წუთის შემდეგ ადგილზე მივიდნენ გამონაღმელები. მათ შეამოწმეს შემთხვევის ადგილი და ბრაიან უელსის ავტომობილი. როდესაც დარწმუნდნენ, რომ მორიგი აფეთქების საფრთხე აღარ არსებობდა, სამართალდამცველებმა და ფედერალური ბიუროს აგენტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. ბრაიან უელსის მანქანის დათვალიერებისას პოლიციამ აღმოაჩინა დაახლოებით 60 სანტიმეტრის სიგრძის ხელჯოხი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღად იყო გადაკეთებული. ავტომობილში ასევე იპოვეს 9 გვერდიანი, ხელით დაწერილი წერილი, სადაც ეწერა, რომ ბრაიანს უნდა გაეძარცვა ბანკი და წამოიღო $250,000. წერილში ასევე იყო მითითებები და რუკები, რომლის მიხედვითაც უელსს მკაცრად განსაზღვრულ დროში უნდა მოეძებნა ქალაქის ტერიტორიაზე დამალული 4 გასაღები, რომლითაც კისერზე დამაგრებულ ბომბის საკეტებს გახსნიდა და მოწყობილობას მოიხსნიდა. გარდა ამისა, წერილში იყო მუქარა და გაფრთხილება, რომ ბრაიან უელსი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო პოლიციასთან დაკავშირების მისი ნებისმიერი
მცდელობა ბომბის აფეთქებით დასრულდებოდა. წერილი სრულდებოდა შემდეგი სიტყვებით: გადარჩენის ერთადერთი გზა თანამშრომლობაა. ბომბს მხოლოდ ჩვენი ინსტრუქციების ზუსტად შესრულებით მოიხსნი. ჯერ იმოქმედე, შემდეგ დაფიქრდი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვდები. ბანკის ძარცვის ჩვეულებრივ შემთხვევებში მძარცველები ცდილობენ გატაცებული თანხით რაც შეიძლება სწრაფად მიიმალონ, თუმცა ეს საქმე სრულიად გამორჩეული იყო როგორც პოლიციისთვის, ისე ფედერალური ბიუროსთვის. ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებდა: ადამიანი, რომელმაც ეს საზარელი გეგმა შეადგინა, მხოლოდ ბანკის ძარცვას არ გეგმავდა. მას ბრაიან უელსთან სასიკვდილო თამაში ჰქონდა ჩაფიქრებული, სადაც მთავარი ჯილდო უელსისთვის მისივე სიცოცხლე იყო. ღამის 3 საათზე ბრაიან უელსის სხეული ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. მის კისერზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ ეტაპზე გამოძიებისთვის მთავარი მტკიცებულება იყო. ბრაიანის ავტომობილში ნაპოვნი წერილებიდან ირკვეოდა, რომ მოწყობილობა შესაძლოა კვლავ აფეთქებულიყო, რის გამოც გამომძიებლებს სურდათ მისი მოხსნა ისე, რომ არ დაეზიანებინათ მთავარი მტკიცებულება. ამ მიზეზით პოლიციასა და ფედერალურ ბიუროს შორის დაიწყო ხანგრძლივი განხილვა, თუ როგორ მოეხსნათ ბომბი ისე, რომ მისთვის არ მიეყენებინათ. მრავალსაათიანი დებატების შემდეგ სპეციალისტები მივიდნენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ გადაწყვეტილებამდე, რაც კი მათ ოდესმე მიეღოთ. გადაწყვიტეს, რომ სხეულისთვის ქირურგიული გზით მოეკვეთათ თავი, რათა კისერზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაზიანების გარეშე მოეხსნათ. მათმა ამ გადაწყვეტილებამ ბრაიან უელსის ოჯახის ძლიერი აღშფოთება გამოიწვია. ოჯახის წევრები ვერ მალავდნენ გაბრაზებას იმ ფაქტის გამო, რომ ხელბორტილებიანი და კისერზე ბომბით ბრაიანი პოლიცია მიზანში ყავდა ამოღებული, ხოლო მის გადასარჩენად ერთ-ერთმა უწყებამ ვერაფერი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაიანი მათ დახმარებას თხოვდა და სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებდა. ამ ყველაფრის ფონზე კი მიღებული იქნა კიდევ უფრო სასტიკი გადაწყვეტილება. ბრაიანისთვის თავი მოეკვეთათ, რათა მტკიცებულება არ დაზიანებულიყო. დედა სიმწრის ცრემლებს ვერ იკავებდა, როცა მას აუხსნეს, რომ შვილის დაკრძალვის ცერემონია ღია კუბოთი შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მოჭრილი თავის სხეულზე ვერანაირად დამაგრდებოდა ისე, რომ ბრაიანის სახე ბუნებრივად გამოჩენილიყო. ოჯახის თქმით, სამართალდამცველებმა ბომბს მეტი პატივისცემა გამოუცხადეს, ვიდრე თავად ბრაიანის სხეულს. ბრაიან უელსის კისრიდან ასაფეთქებელი მოწყობილობის მოხსნის შემდეგ ექსპერტებმა ბომბის შესწავლა დაიწყეს. მათ შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ყველა ნამსხვრევი, რომელიც მოწყობილობას ეკუთვნოდა და მათი დახმარებით დაამზადეს ისეთი ასლი, რომელიც სუსტად ასახავდა ბომბის რეალურ კონსტრუქციას. ბომბის საყელო იმავე პრინციპით მუშაობდა, როგორც რკინის ხელბორტილები. მისი გახსნა გასაღების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ექსპერტების ვარაუდით ამ მოწყობილობისთვის საჭირო საყელოსა და მექანიზმის დასამზადებლად შემქმნელს დაახლოებით 1 თვე მაინც დასჭირდებოდა. მოწყობილობაზე არსებული პირველი წამზომი სავარაუდოდ გააქტიურებული იყო დამცავი დეტალის ამოღებით, ხოლო მეორე წამზომის დამცავი კვლავ ადგილზე იყო. მოწყობილობაში თვალშისაცემი იყო სხვადასხვა არასაჭირო დეტალი, რომლებიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა. აერია ყურადღება ყველასთვის, ვინც მის მოხსნას შეეცდებოდა. შიგნით იყო არაფერთან დაკავშირებული მავთულები, პლასტმასის ტელეფონი, რომელსაც საერთოდ არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა, ასევე ყალბი გამაფრთხილებელი ნიშნები. არარსებულ მახეებზე თითქოს ისინი მობილური თან კონკრეტული მავთულით იმართებოდა. ექსპერტები ცდილობდნენ დაედგინათ მოწყობილობის ნაწილების წარმომავლობა, სად იყო შეძენილი თითოეული ნაწილი ან რომელი კომპანიის მარკირებას ატარებდა, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ მოიტანა. ასევე აღმოჩნდა, რომ მოწყობილობაზე დატანილი 4 საკეტიდან მხოლოდ 2 იყო რეალურად მოქმედი. მოწყობილობის უკანა ფირფიტა, რომელსაც ჭადრაკის დაფისებური ჭრილები ჰქონდა, დაზიანებული აღმოჩნდა. ეს ჭრილები სავარაუდოდ სპეციალური საჭრელი ინსტრუმენტით იყო გაკეთებული, იმისთვის რომ აფეთქების დროს ფირფიტა ნამსხვრევებად დაშლილიყო. თუმცა აფეთქებისას რკინის ფირფიტა მთლიანად არ დაიშალა და მხოლოდ გაიბზარა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბრაიან უელსისთვის სასიკვდილო დაზიანება მიეყენებინა. როგორც ჩანდა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე იყო მანიპულაციური სპექტაკლი, ილუზია იმისა, რომ თითქოს არსებობდა გამოსავალი. მაშინ, როცა ამ თამაშის შემოქმედი მხოლოდ ერთ რამეს ცდილობდა, ყველასთვის გზა აერია და ეჩვენებინა, რომ ამ საზარელი თამაშის მთავარი ბერკეტები მთლიანად მის ხელში იყო. გამომძიებლებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, შეძლებდა თუ არა ბრაიან უელსი იმ მარშრუტის დროულად გავლას, რომელიც წერილში ჰქონდა მითითებული. მათ დღის იმ მონაკვეთში ანალოგიურ ამინდში ავტომობილით გაიარეს ზუსტად ის გზა და სცადეს გასაღებების მოძებნა, როგორც ეს ბრაიანისთვის
შორის იყო დავალებული. პირველი ნაბიჯი, რომელიც წერილში ეწერა, იყო ბანკიდან ფულით გამოსვლა და მაკდონალდსის რესტორანთან მისვლა. შემდეგ ბრაიანი უნდა გადმოსულიყო მანქანიდან და მისულიყო სარეკლამო ბანერთან. ბანერის ქვეშ უნდა ეპოვა ქვა, რომელსაც წებოთი მიმაგრებული ჰქონდა წერილი შემდეგი ინსტრუქციებით. სწორედ იქ გაემართა უელსი ბანკის გაძარცვის შემდეგ და მართლაც იპოვა ორფურცლიანი წერილი, სადაც ეწერა, რომ უნდა წასულიყო პიჩ სტრიტის მიმართულებით ტყიან ადგილისკენ, რომელიც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. იქ ის ნახავდა ხეს ნარინჯისფერი ლენტით, სადაც შემდეგი მითითებები ელოდებოდა. თუმცა ბრაიანი ამ ლოკაციამდე ვერ მივიდა, რადგან მანამდე ის პოლიციამ დააკავა. როცა გამომძიებლები წერილში მითითებულ ადგილზე მივიდნენ, მათ მართლაც იპოვეს ხე ნარინჯისფერი ლენტით. იქვე იყო წერილი, სადაც ეწერა, რომ სამხრეთით 2 კილომეტრში იყო პატარა საგზაო ნიშანი, რომლის მიმდებარედ დღეში უნდა ეპოვა დამალული მინის ქილა შემდეგი ინსტრუქციით. გამომძიებლებმა ქილა იპოვეს, თუმცა ის ცარიელი იყო. როგორც ჩანდა, ამ საზარელი თამაშის ორგანიზატორი თვალს ადევნებდა პოლიციის მოქმედებებს და ამოიღო წერილი მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ გამომძიებლები სწორკვალს მიჰყვებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლებმა სრული მარშრუტი ვეღარ გაიარეს, უკვე არსებული ინფორმაციის მიხედვით სრულიად ნათელი იყო, რომ ბრაიან უელს არანაირი შანსი არ ჰქონდა დროულად დაესრულებინა დავალება. ბომბი გაცილებით ადრე ამოქმედებოდა, ვიდრე ის შეძლებდა ყველა გასაღების მოძებნას. გამოძიების ვარაუდით ეს ყველაფერი თავიდან წინასწარ დაგეგმილი საზარელი სცენარი იყო, რომლის საბოლოო შედეგიც ბრაიან უელსის სიკვდილი უნდა გამხდარიყო. ამ ფაქტმა შეძრა მთელი ქალაქი და მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო. ყველას მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდა, იყო ეს წარუმატებელი ძარცვა თუ ადამიანის საჯარო სადისტური სიკვდილით დასჯა. ფედერალური ბიუროსთვის ეს საქმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა. ორგანიზებული დანაშაულის ისტორიაში ასეთ შემთხვევას ანალოგი არ ჰქონდა, სადაც სავარაუდო მძევალს ისერზე იძულებით გაკეთებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ბანკის გაძარცვა აიძულეს და შემდეგ მოწყობილობის საფეთქებითვე მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ორი ვერსიის მიხედვით მუშაობდა, რომლის მიხედვითაც ბრაიანი შეიძლება ყოფილიყო როგორც თანამონაწილე, ისე მზაკვრულად გამოყენებული მძევალი, ერთი რამ უკვე ცხადი იყო, ის მაინც მოკლეს. გამოძიებამ გამოაქვეყნა დამნაშავის სავარაუდო ფსიქოლოგიური და ქცევითი პროფილი. მათი ვარაუდით დამნაშავე იყო ადამიანი, რომლისთვისაც ყოველი დეტალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აგროვებს ლითონის მცირე ნაწილებს, ფლობს ტექნიკურ უნარებს, რომელიც გამოირჩევა კონტროლის სურვილითა და ძალადობრივი მიდრეკილებებით. გამოძიებისთვის ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა იყო, თუ ვინ იყო ბრაიან უელსი. როგორც გაირკვა, ბრაიან უელსი პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში იყო დაბადებული და გაზრდილი. მან სკოლა ნაადრევად მიატოვა და მექანიკოსად დაიწყო მუშაობა. ახლობლების თქმით, ის უბრალო მოკრძალებული და მშვიდი ადამიანი იყო, რომელიც ორ კატასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. ლინდა პენის სახლის მეპატრონე, სადაც უელსი ცხოვრობდა, მას ახასიათებდა როგორც მშვიდ, მოწესრიგებულ და კეთილ ადამიანს, რომელიც ხშირად ეხმარებოდა მას საოჯახო საქმეებში. ფედერალური ბიუროს აგენტებმა დეტალურად გაჩრიკეს ბრაიან უელსის საცხოვრებელი სახლი იმ იმედით, რომ იპოვიდნენ რამეს, რაც კავშირში იქნებოდა ამიდუმალ შემთხვევასთან, თუმცა სახლში რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ვერ იპოვეს. ერთადერთი, რაც აღმოაჩინეს, იყო ბლოკნოტი, სადაც მითითებული იყო ვინმე კენეთ ბარნსის და ქალაქში ცნობილი ორი სექს-მუშაკის ტელეფონის ნომრები. გამოძიებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ ბრაიან უელსი დაახლოებით ბოლო 10 წლის განმავლობაში პიცერია მამამიაში კურიერად მუშაობდა. გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ბრაიან უელსი ძარცვის დღეს პიცერიაში მუშაობდა. დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე პიცერიაში შევიდა ზარი. თავდაპირველად ზარს უპასუხა პიცერიის მფლობელმა ბობ პენეტიმ, მაგრამ მან ვერ გაიგო ზუსტად რა მისამართზე იყო საჭირო პიცის მიტანა. ამიტომ ყურმილი ბრაიან უელსს გადასცა. უელსმა ჩაიწერა მისამართი, სადაც 2 პიცა უნდა მიეტანა და დაახლოებით 14 საათისთვის პიცის მისატანად წავიდა. მისამართი მიწიანი გზით ტყის გავლით პიჩ სტრიტის სიახლოვეს მდებარე სატელევიზიო მიმღებთან მიდიოდა. როცა გამომძიებლებმა ტერიტორია შეისწავლეს, მათ იპოვეს ბრაიანის ფეხსაცმლის და მისი ავტომობილის საბურავების კვალი. თუმცა ადგილზე სხვა მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს და ვერც ის დაადგინეს, თუ ვინ შეიტყუა უელსი იქ და რა მოხდა მისი იქ მისვლის შემდეგ. თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ პიცერიაში შესული ზარი განხორციელებული იყო აღნიშნულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან
კამერებთან დამონტაჟებული ქუჩის ტელეფონიდან. როდესაც მედიისთვის ცნობილი გახდა, თუ სად მიიტანა ბრაიან უილსმა თავის ბოლო შეკვეთა. მეორე დღეს იმ ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტები, თუმცა გზა უკვე პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ სატელევიზიო მიმღების წინ მდებარე სახლის ეზოში იდგა მაღალი ტანის მამაკაცი, რომელსაც ჯინსის კომბინეზონი ეცოდა გამოძიების მიმდინარეობას აკვირდებოდა. გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ უცნობი მამაკაცი ამ უბნის მცხოვრები 59 წლის უილიამ როტშტეინი იყო. ის გამორჩეულად დახვეწილი ინგლისურით საუბრობდა და თავისუფლად ფლობდა ფრანგულსა და ებრაულ ენებს. როდესაც ჟურნალისტებმა სთხოვეს მის ეზოში გავლით შემთხვევის ადგილზე მისვლის საშუალება მიეცა, როტშტეინმა დაუფიქრებლად შეუშვა ისინი ეზოში. როტშტეინის ეზოს გავლით ჟურნალისტები მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს, მაგრამ ტერიტორიაზე პოლიციამ არ შეუშვა და დაახლოებით 15 წუთში უკან დაბრუნდნენ. უილიამ როტშტეინი გამომძიებლებმაც გამოკითხეს, თუმცა როგორც მან განაცხადა, მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. გამოძიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა პიცერია მამამიას მფლობელი ბობ პენეტი, რადგან სწორედ მან უპასუხა იმ იდუმალ სატელეფონო ზარს პირველად. როდესაც გამომძიებლები პიცერიაში მის გამოსაკითხად მივიდნენ, პენეტი ძალიან შეშინებული იყო. ის გამომძიებლების კითხვებს გაურკვევლად პასუხობდა, თითქოს ცდილობდა დაკითხვის თავიდან არიდებას და მის გადადებას. ის გამომძიებლებს თხოვდა მისთვის დაცვა დაენიშნათ, რადგან ფიქრობდა, რომ ის ადამიანები, ვინც ბრაიან უილსი მოკლეს, მასაც მალე მიაკითხავდნენ. გარდა ამისა, მან გამომძიებლებს თხოვა დაკითხვა ორშაბათისთვის გადაეტანათ, რადგან სამუშაო პროცესში ხელი ეშლებოდა. თუმცა ორშაბათს მისი დაკითხვა ვეღარ მოხერხდა, რადგან კვირას ბობ პენეტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების ზედმეტი დოზა იყო. ეს უკვე მეორე პიცის კურიერი იყო, რომელიც ბანკის ძარცვის საქმეს უკავშირდებოდა და იდუმალ საეჭვო გარემოში გარდაიცვალა. გაჩნდა კითხვა, იყო თუ არა პენეტი აღნიშნულ საქმეში გარეული და მისი მოწყობილი ხომ არ იყო, რომ ბრაიან უილსი წასულიყო იმ საეჭვო მისამართზე. რამდენიმე სამმართველოსგან შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ამ გახმაურებულ საქმეს იძიებდა, სამ ძირითად სცენარს განიხილავდა. პირველი ვარიანტი იყო, რომ ბრაიან უილსმა ბანკი მარტომ გაძარცვა, თუმცა ერთი კითხვა მაინც რჩებოდა, მაშინ რატომ ეკეთა ნამდვილი ბომბი. მეორე ვარიანტი ეფუძნებოდა თავად ბრაიან უილსის მონაყოლ ისტორიას. თითქოს მას უცნობი აფრო-ამერიკელი მამაკაცები დაესხნენ თავს, იარაღის მუქარით კისერზე ბომბი გაუკეთეს და ბანკის გაძარცვა ბრძანეს. მესამე ვერსიის მიხედვით კი ბრაიან უილსი და ბობ პენეტი ერთად გეგმავდნენ ძარცვას. გამოძიებას ასევე ჰყავდა რამდენიმე დამოუკიდებელი ოპერატიული ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ. ერთ-ერთი ჯგუფი შეისწავლიდა ბრაიან უილსის სახლში ნაპოვნ ბლოკნოტში ჩაწერილ ადამიანებს. მათი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ბლოკნოტში ჩაწერილი სექსმუშაკი ქალის შეყვარებულმა, აფრო-ამერიკელმა ყოფილმა ჯარისკაცმა, რომელსაც ასაფეთქებელ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ის მუშაობდა სპეციალურ ტექნიკურ პროექტებზე და გამოძიების ვარაუდით შესაძლოა კავშირში ყოფილიყო ამ საქმესთან, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მას ამ საზარელ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. გამოძიების მეორე ეგრეთ წოდებული მამამიას გუნდი აკვირდებოდა პიცერიიდან დათხოვნილ თანამშრომელს, რომელიც მათი ინფორმაციით ბობ პენეტის ემუქრებოდა, თუმცა მალევე დადასტურდა, რომ მას მყარი ალიბი ჰქონდა და საქმესთან კავშირი არ გააჩნდა. ბანკის ძარცვის დროს იქ მყოფი თვითმხილველების ჩვენებებისა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, უილსის ქცევა ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა, რაც გამოძიებისთვის არაერთ კითხვას აჩენდა. ბანკში შესვლის შემდეგ ბრაიან უილსი მშვიდად იდგა რიგში. როცა მოლარესთან მივიდა, დახლზე მდგომი კანფეტების ქილიდან საწუწნი ლოლიპოპის კანფეტი აიღო და ჭამა დაიწყო. შემდეგ კი ჯიბიდან ამოიღო წერილი და მოლარეს გადასცა. წერილში ეწერა: შეაგროვეთ ის თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ კოდი ფულის საცავზე წდომისთვის და რაც შეიძლება სწრაფად მომიტანეთ $250,000. ამისთვის თქვენ გაქვთ სულ 15 წუთი. ამის შემდეგ მან მაისური აიწია, რის შემდეგაც ყველამ დაინახა მის კისერზე ჩამოკიდებული დიდი ყუთის ფორმის მოწყობილობა, რომელიც წერილის თანახმად ბომბი იყო. მოლარემ უთხრა, რომ ამ დროს საცავში შესვლა შეუძლებელი იყო, რის შემდეგაც სალაროში არსებული $8,702 ჩადო პაკეტში და
უელს გადასცა. სამართალდამცველებისთვის გაუგებარი იყო ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელსაც კისერზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკეთა, ძალიან თავდაჯერებულად და მშვიდად გამოიყურებოდა. პარალელურად კი ლოლიპოპის საწუწ მკამფეთს ჭამდა. მას ასევე ეცვა მაისური, რომელზეც ლათინურად ეწერა სიტყვა გეს, რაც ქართულად გამოიცანის ნიშნავს. ეს ყველაფერი რაღაც სიგიჟეს ჰგავდა. თითქოს ამბობდა გამოიცანით რა მაქვს მაისურის ქვეშ. საქმე ყოველდღიურად კიდევ უფრო იდუმალ და უცნაურ სახეს იღებდა. ფედერალურმა ბიურომ გამოაქვეყნა წერილის ფრაგმენტები იმ იმედით, რომ ვინმე ხელწერით ან წერის სტილით ამოიცნობდა ავტორს, თუმცა ამ მცდელობამ არანაირი შედეგი არ მოიტანა. ბანკის ძარცვიდან 3 კვირის შემდეგ გამოძიებას კვლავ არ გააჩნდა არც ერთი მინიშნება იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ამ საზარელი დანაშაულის უკან. ვიდრე 9/1-ზე შემაშფოთებელი ზარი არ შევიდა. 9/1-ში დარეკა უილიამ როტშტეინმა, კაცმა, რომლის სახლის უკანაეზოც ესაზღვრებოდა იმ სატელევიზიო ანძას, სადაც ბრაიან უელსმა პიცა მიიტანა. როტშტეინმა ოპერატორს უთხრა, რომ მის საყინულეში გაყინული კვამი ინახებოდა, რომელიც მისი ყოფილი საცოლის მარჯორი დილ ამსტრონგის საყვარელს ჯეიმს როდენს ეკუთვნოდა. მარჯორი დილ ამსტრონგი ქალაქერიში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და განხილვადი ქალი იყო. მისი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პარტნიორების გამო ის პირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 1984 წელს 35 წლის ასაკში მოექცა, როცა ბრალი წაუყენეს მისი მეგობრის რობერტ თომასის მკვლელობაში. დილ ამსტრონგი ამტკიცებდა, რომ მან მეგობარს 6-ჯერ თავდაცვის მიზნით ესროლა. ნაფიცმა მსაჯულებმა მას დაუჯერეს და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 4 წლის შემდეგ მისი ახალი ქმარი, რიჩარდ ამსტრონგი, ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა, თუმცა მის სიკვდილთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობდა, რადგან საავადმყოფოში მიყვანისას მას თავის მძიმე დაზიანება ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილი საეჭვოდ გამოიყურებოდა, გამოძიება არ დაწყებულა. საშუალო სკოლაში მარჯორი დილ ამსტრონგი ცნობილი იყო ბრწყინვალე გონებით, ლიტერატურის, ისტორიისა და სამართლის ენციკლოპედიური ცოდნით, მაგრამ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი თანდათან მძიმე ფსიქიკურ აშლილობაში გადაიზარდა. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, იგი ბიპოლარული აშლილობით იყო დაავადებული. ის ასევე იყო ნარცისული, პარანოიდული და საკმაოდ აგრესიული პიროვნება. მისი განწყობა მკვეთრად და მოულოდნელად იცვლებოდა, რის გამოც ხშირად ვერ აკონტროლებდა სწრაფ მეტყველებას. უილიამ როტშტეინმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ მარჯორი დილ ამსტრონგმა თავის ახალ საყვარელს ჯეიმს როდენს ძინარეს ესროლა და მოკლა. შემდეგ კი მას $2000 სანაცვლოდ სთხოვა, ცხედარი და იარაღი მოეშორებინა. მარჯორის მითითებით როტშტეინს უნდა წაეღო ცხედარი საკუთარ სახლში, დაენაწევრებინა, შემდეგ სხეულის ნაწილები ყინულის საჭრელში გაეტარებინა და დაქუცმაცებული ნარჩენები ქალაქის მასშტაბით მიმოეფანტა. თუმცა ცხედრის ასეთი საზარელი მეთოდით მოშორება უილიამმა ვერ შეძლო და ის შეშინებული იყო, რომ ამის გამო მას მარჯორი მოკლავდა. სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მარჯორის საიდუმლოს დამალვამ და იმ მძიმე მდგომარეობამ, რომელშიც აღმოჩნდა, მასზე ფსიქოლოგიურად იმდენად იმოქმედა, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა და ახლობლებისთვის გამოსამშვიდობებელი წერილიც კი დაწერა. როდესაც პოლიცია როტშტეინის სახლში მივიდა მისი მონაყოლის შესამოწმებლად, მათ საყინულეში ნამდვილად იპოვეს ცხედარი და წერილი. როდესაც წერილი წაიკითხეს, გამომძიებლები გაუგნდნენ. წერილის პირველივე სტრიქონში ნახსენები იყო ბომბი და ბრაიან უელსი. როტშტეინი წერილში აღნიშნავდა, რომ თავად არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბრაიან უელსის საქმესთან. გამომძიებლებს ეს ძალიან საეჭვოდ ეჩვენათ, რადგან ეს რატომ უნდა დაეწერა როტშტეინს თვითმკვლელობის წინ მის ბოლო წერილში, თან პირველივე სტრიქონში. როტშტეინმა განმარტა, რომ ეს მხოლოდ იმისთვის დაწერა, რათა გაზეთებსა და ტელევიზიებს მის შესახებ ჭორები არ გაევრცელებინათ, რადგან ის იმ ადგილთან ახლოს ცხოვრობდა, სადაც ბრაიან უელს თავს დაესხნენ. ჩხრეკისას როტშტეინის სახლში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. სანადირო თოფის ვაზნები, ზუსტად იმავე ტიპის, როგორიც ბომბის საყელოში იყო გამოყენებული. ამან გამომძიებლებს ახალი კითხვა გაუჩინა. ნუ თუ უილიამ როტშტეინი იყო ის ადამიანი, ვინც ბომბი შექმნა. ფედერალური ბიუროს ქცევითი ანალიზის დეპარტამენტის მიერ
წარმოედგენილი ბომბის შემქმნელის ფსიქოლოგიური პროფილი ზედმიწევნით ემთხვეოდა მის მონაცემებს. ტექნიკურად განვითარებული გამოცდილი ხელოსანი, რომელსაც შეუძლია მცირე დეტალებისგან რთული მოწყობილობების აწყობა. პროფილში ასევე ეწერა, რომ დამნაშავე შესაძლოა ყოფილიყო მასწავლებელი ან პროფესიული ტექნიკის ინსტრუქტორი. უილიამ როჩშტეინი კი საშუალო სკოლაში ჭადრაკის გუნდის მწვრთნელი იყო და ნახევარ-განაკვეთზე ელექტრიკოსად მუშაობდა. როდესაც ფედერალური ბიუროს აგენტებმა როჩშტეინს კითხეს, თუ სად იმყოფებოდა ბანკის ძარცვის დღეს, მან განაცხადა, რომ მყარი ალიბი ჰქონდა და მისი თქმით, ამ ალიბის დადასტურებას მარჯორი დილ ამსტრონგი შეძლებდა. უილიამ როჩშტეინის გამოკითხვიდან მეორე დღეს მარჯორი დილ ამსტრონგი დააკავეს ჯეიმს როდენის მკვლელობის ბრალდებით. როდესაც ის ოლქის ციხეში შეჰყავდათ, ქალი უეცრად აფეთქდა და კამერების წინ ისტერიკა მოაწყო. ყვიროდა, რომ უილიამ როჩშტეინი ბინძური მატყუარა იყო და მას მიუძღოდა ბრალი ბრაიან უელსის სიკვდილში და კიდევ მრავალ სხვა დანაშაულში. დაკავების შემდეგ გამომძიებლები მარჯორის დაკითხვას გეგმავდნენ, თუმცა მანამდე ვიდრე მისგან ჩვენების მიღება შეძლებდნენ, მოსამართლემ მის მუდმივ ყვირილზე, აგრესიულ რეაქციებსა და უცნაურ ქცევებზე დაყრდნობით მარჯორის სახელმწიფო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა ფსიქიკური შემოწმების მიზნით. ამიტომ ფედერალური აგენტებისთვის მისი დაკითხვა დროებით შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, გამომძიებლებს სულ უფრო მეტად უჩნდებოდათ განცდა, რომ მარჯორი დილ ამსტრონგი და უილიამ როჩშტეინი ჩართული იყვნენ იმ საზარელ შეთქმულებაში, რომელმაც ბრაიან უელსის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა მხოლოდ ეჭვები საკმარისი არ იყო. ქალაქ ერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელით მოცულ დანაშაულის გასახსნელად. გამოძიებას მყარი და უტყუარი მტკიცებულებები სჭირდებოდა. უილიამ როჩშტეინი და მარჯორი დილ ამსტრონგი გამოძიებისთვის მთავარ ეჭვმიტანილებად ითვლებოდნენ. სანამ მარჯორი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკვლევებს გადიოდა, როჩშტეინი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, თუმცა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არც მას და არც დილ ამსტრონგს ბრაიან უელსის საქმესთან არაფერი ჰქონდათ საერთო. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, როდესაც გამომძიებლებმა გაიგეს, რომ უილიამ როჩშტეინს ლიმფომა ჰქონდა. ისინი საავადმყოფოში მივიდნენ მის კიდევ ერთხელ დასაკითხად. როჩშტეინი უმძიმეს მდგომარეობაში სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ მაინც უარყოფდა ნებისმიერ კავშირს ბომბთან, ბანკის ძარცვასთან და ბრაიან უელსთან. თუმცა მისი ჩვენება მრავალი საეჭვო გარემოების გამო გამომძიებლებისთვის დამაჯერებელი არ იყო. დაკითხვიდან რამდენიმე კვირაში უილიამ როჩშტეინი გარდაიცვალა და თან წაიღო ინფორმაცია, რომელიც გამოძიებისთვის უდიდესი მნიშვნელობის შეიძლება ყოფილიყო. 2005 წლის იანვარში მარჯორი დილ ამსტრონგმა თავი დამნაშავედ ცნო საყვარელის მკვლელობაში, თუმცა ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიხედვით მას ჯეიმს როდენის მკვლელობის დროს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. სწორედ ამიტომ მას ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობაში და გვამის შეურაცხყოფაში წაუყენეს, რაც 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 2005 წლის აპრილში ციხეში ერთ-ერთ შეხვედრაზე შტატის პოლიციის ოფიცერს მარჯორი მოულოდნელად განუცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას ბრაიან უელსის მკვლელობის შესახებ და ამტკიცებდა, რომ ამ საქმეში უილიამ როჩშტეინი იყო ჩართული. გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ კი ის ითხოვდა სხვა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, რომელიც მის მშობლიურ ქალაქთან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობდა, რათა ადვოკატს და ახლობლებს მისი მონახულება უფრო მარტივად შესძლებოდათ. მარჯორი დილ ამსტრონგის დასაკითხად მალევე ჩავიდნენ ფედერალური ბიუროს აგენტები. მათი განსაკუთრებული ყურადღება ქალის ერთმა ნათქვამმა ფრაზამ მიიპყრო. მარჯორის თქმით, ბომბის კონსტრუქცია როჩშტეინმა აწყო, ხოლო მას უთხრა, რომ ორი სამზარეულოს წამზომი შეეძინა. ბომბის დეტალები გამოძიებას გასაიდუმლოებული ჰქონდა და საზოგადოებას მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიეწოდებოდა. სამზარეულოს ორი წამზომის შესახებ კი გამოძიების გარდა არავინ იცოდა. მარჯორის მხრიდან ასეთი დეტალების ცოდნა კი შემთხვევითი ვერ იქნებოდა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოძიების ეჭვი კიდევ უფრო გაღრმავდა, რომ შესაძლოა სწორედ უილიამ როჩშტეინი ყოფილიყო ბომბის შემქმნელი. ის ფაქტობრივად დანაშაულის ადგილის გვერდით ცხოვრობდა. მისი სახლი სავსე იყო უამრავი წვრილმანით, ინსტრუმენტებით და სხვადასხვა მასალით, ხოლო თვითონ ლითონისა და ხის დამუშავების გამოცდილი ხელოსანი იყო და საკუთარ სახელოსნოში მას ნამდვილად შეეძლო ბომბის აწყობა. გარდა ამისა, მისი ხელწერა ძალიან ჰგავდა წერილებში გამოყენებულ ხელწერას, რომლებიც ბრაიან უელს მისცეს
ინსტრუქციებად. ეს ყველაფერი სრულიად ემთხვეოდა ფედერალური ბიუროს ქცევითი ანალიზის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დამნაშავის პროფილს, რის გამოც როტშტეინი გამოძიების მთავარი ეჭვმიტანილი გახდა. დაკითხვის დროს მარჯორი თავდაპირველად ყველაფერში როტშტეინს ადანაშაულებდა და კატეგორიულად უარყოფდა ბანკის ძარცვაში და ბრაიან უელსის მკვლელობაში რაიმე სახით მონაწილეობას. თუმცა მისი ჩვენებები თანდათან უფრო ჩახლართული და ურთიერთსაწინააღმდეგო ხდებოდა, რადგან მან ვერ მოახერხა იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ თვითონ მოკლა თავის საყვარელი და ცხედარი როტშტეინთან ერთად დამალა, იმასთან ერთად, ვინც ამავდროულად გაურკვეველი მიზეზით სასიკვდილოდ დაავადებული ბომბს აწყობდა და ბანკის ძარცვას გეგმავდა. ფედერალურმა აგენტებმა თავიდან დაიწყეს ყველა იმ ნივთის საფუძვლიანად შესწავლა, რომელიც ადრე მარჯორი დილ ამსტრონგის სპინიდან ამოიღეს. ნივთების ხელახალი გადამოწმებისას მათ იპოვეს ირიბი მტკიცებულება, რომელიც მარჯორის ბანკის ძარცვაში კავშირზე მიუთითებდა. მარჯორი დილ ამსტრონგი შეძლებული ოჯახიდან იყო. გარდაცვალებამდე დედამის საბანკო ანგარიშზე დაახლოებით $2 მილიონი ჰქონდა. მისი სიკვდილის შემდეგ მთელი ქონება მემკვიდრეობით მის ქმარს, ჰაროლდ დილს გადაეცა. ჰაროლდმა მემკვიდრეობიდან ქალიშვილს არაფერი მისცა, რადგან მარჯორის მძიმე ხასიათის გამო მამაშვილს მუდმივად კონფლიქტი ჰქონდათ. მარჯორის მამა ძალიან ხელგაშლილი კაცი იყო და ხშირად ეხმარებოდა ყველას, ვინც დახმარებას თხოვდა. მისი ამგვარი საქციელის გამო მარჯორი გაცოფებული იყო, რადგან ხედავდა როგორ ფლანგავდა მამა ოჯახის ქონებას და მას კი არაფერს არ აძლევდა. ნივთების გადამოწმებისას ფედერალური ბიუროს აგენტებმა აღმოაჩინეს მარჯორის მიერ ბანკისთვის დაწერილი მუქარი შემცველი წერილი, რომელშიც ის ლანძღავდა ბანკის თანამშრომლებს, რადგან მათ მემკვიდრეობის თანხა მამას გადასცეს. მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ ეს სწორედ ის ბანკი იყო, რომლის გაძარცვაც მოგვიანებით ბრაიანს აიძულეს. მარჯორი ამტკიცებდა, რომ ბანკის ძარცვის გეგმა მთლიანად როტშტეინმა შეადგინა და ძარცვის დღეს ის მანქანით დაჰყავდა მას სხვადასხვა ადგილებში, თითქოს საყვარლის ცხედრის მოშორების განსახილველად. სინამდვილეში კი მარჯორის თქმით, როტშტეინმა ეს ყველაფერი განზრახ მოაწყო. სპეციალურად შეარჩია ადგილები, სადაც ქალი ყველას თვალში მოხვდებოდა, რათა მოგვიანებით მისი დადანაშაულება უფრო მარტივი ყოფილიყო. მისივე ცნობით როტშტეინი საკუთარ სახლში მალავდა მეგობარ ფლოიდ სტოქტონს, რომელიც სხვა შტატში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის გაუპატიურებისთვის იყო ძებნილი. მარჯორი ირწმუნებოდა, რომ სტოქტონი როტშტეინთან ერთად ბანკის ძარცვის დაგეგმოში მონაწილეობდა და ძარცვის შემდეგ ბრაიანის მიერ მიტანილი ფულის სწორედ მას უნდა გაენაწილებინა თანამონაწილეებს შორის. გამოძიების მიმდინარეობისას ტელევიზიით გადაცემა ყველაზე ძებნილის ეთერში გავიდა სიუჟეტი ბრაიან უელსის სიკვდილის შესახებ. სიუჟეტში გაჟღერდა გამოძიების ახალი დეტალები და მაყურებლებმა პირველად ნახეს ამ საზარელ საქმეში ფიგურანტების მარჯორი დილ ამსტრონგის და უილიამ როტშტეინის ფოტოები. მაყურებლებს შორის რამდენიმე ადამიანმა გაიხსენა, რომ მათ მარჯორი და როტშტეინი ძარცვის დღეს ნახეს. ერთმა მოწმემ მარჯორი და როტშტეინი ბენზინგასამართსადგურზე შენიშნა. ზუსტად იმ ბენზინგასამართსადგურზე, რომლის ახლოს მდებარე ქუჩის ტელეფონიდანაც 28 აგვისტოს დარეკეს პიცერია მამამიაში. კიდევ ერთმა მოწმემ დაინახა, როგორ დაარღვია მარჯორიმ საგზაო მოძრაობის წესები და შუქნიშანზე წითელზე გაიარა. მესამემ შეამჩნია, რომ ის ავტომობილით მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადაადგილდებოდა. მეოთხემ კი განაცხადა, რომ იმ დღეს როტშტეინს შეხვდა და საუბრისას ახსენა, რომ ბანკი ბომბით შეიარაღებულმა მამაკაცმა გაძარცვა. ამ სიტყვების გაგონებაზე კი მისი თქმით როტშტეინის გამომეტყველება უცნაურად შეიცვალა. გამოძიების მიმდინარეობისას ასევე გამოიკვეთა მესამე ფიგურაც, კენეთ ბარნსი, რომლის სახელიც გამომძიებლებმა ბრაიან უელსის ბლოკნოტში იპოვეს. ბარნსი მარჯორის ძველი ნაცნობი იყო. ორივეს უყვარდა თევზაობა და ხშირად ერთად დადიოდნენ სათევზაოდ. კენეთ ბარნსი ტელევიზორების ხელოსანი იყო, რომელიც პარალელურად ნარკოტიკებითაც ვაჭრობდა. სწორედ ამის გამო ის ცოტა ხნის წინ დააკავეს და მის მიმართ უკვე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. როდესაც ის ციხეში სიძემ მოინახულა, ბარნსმა მასთან საუბარში ახსენა, რომ მონაწილეობდა ბანკის ძარცვის დაგეგმაში. სიძემ კი ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ სამართალდამცველებს გადასცა. დაკითხვაზე ბარნსმა გამომძიებლებს უთხრა, რომ თავად ძარცვაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მარჯორი დილ ამსტრონგი ამას სრულიად სერიოზულად განიხილავდა. მისი თქმით, ქალი გამძვინვარებული იყო, რადგან ხედავდა, როგორ ფლანგავდა მამა იმ თანხას, რომელიც მისი აზრით
მას ეკუთვნოდა მემკვიდრეობით და ვერაფერს აკეთებდა მის შესაჩერებლად. მარჯორმა იცოდა, რომ ბარნს უკანონო საქმიანობის გამო კრიმინალურ სამყაროსთან კავშირები ჰქონდა და სთხოვა მამამისი მოეკლა, რათა მთელი ქონება მარტო მას დარჩენოდა. ბარნსის თქმით, მან ამ შემოთავაზებაზე ხუმრობით უპასუხა, რომ მამის მკვლელობა სადღაც $250,000 დაუჯდებოდა. როდესაც მარჯორიმ გაიგო, რომ გამოძიება ბარნსამდე მივიდა, ის ყველანაირად ცდილობდა ყველაფერი მისთვის გადაებრალებინა. ამტკიცებდა, რომ სწორედ ბარნსმა და როჩშტეინმა დაგეგმეს ყველაფერი და ახლა ბარნსი ცდილობდა დანაშაულის მასზე გადაბრალებას. ბარნსი კი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არაფერში იყო დამნაშავე და რომ სინამდვილეში სწორედ მარჯორი და როჩშტეინი იყვნენ თანამზრახველები, ხოლო თვითონ ამ საშინელ საქმეში დაუფიქრებელი ხუმრობის გამო გაეხვა. როდესაც გამოძიებამ დაიწყო იმის გარკვევა, თუ როგორ აღმოჩნდა ბარნსი და უელსი ბანკის ძარცვაში, რასაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეეწირა, გაირკვა, რომ მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა სექს-მუშაკ ჯესიკა ჰუპსიკთან, რომლის სახელიც გამომძიებლებმა მის ბინაში ნაპოვნ ბლოკნოტში იპოვეს. ბრაიანი კენეთ ბარნსისგან ყიდულობდა ნარკოტიკებს და ამ გზით უხდიდა ჰუპსიკს სექსუალურ მომსახურებაში. რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ბანკის ძარცვა მოხდებოდა, ბარნსთან უკვე დაგროვილი ჰქონდა ნარკოდავალიანება და სასუწარკვეთილი ვალის გასასტუმრებლად დათანხმდა ბარნსის შეთავაზებას, რომ მონაწილეობა მიიღო ბანკის ძარცვაში. გამოძიების ვერსიით, თავდაპირველ ეტაპზე ბრაიან უელსი თვითონ იყო ჩართული ძარცვის დაგეგმვაში, სადაც ასევე მონაწილეობდა მისი კოლეგაც ბობ პენეტი. საწყისი გეგმის მიხედვით, ბრაიანს კისერზე უნდა ჰკეთებოდა ბომბის მაკეტი, უბრალო ლითონის ყუთი, თითქოს ის მძევალი იყო და ბომბის საშუალებით დამნაშავეები მას მისი ნების საწინააღმდეგო ბრძანებების შესრულებას აიძულებდნენ. ამ იდეის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მისი შესაძლო დაკავების შემთხვევაში სამართალდამცველებისთვის ის იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ შეშინებული მსხვერპლი, რომელსაც ბომბით ძალით გაუკეთეს და ბანკის გაძარცვა აიძულეს. მასთან ექნებოდა უილიამ როჩშტეინის მიერ დაწერილი დეტალური ინსტრუქციებიც, რომელთა ნახვის შემდეგაც პოლიცია იფიქრებდა, რომ ბრაიანი უბრალოდ ემორჩილებოდა დამნაშავეების მოთხოვნებს და თვითონ არაფერში იყო დამნაშავე. მოგვიანებით მარჯორი დილ ამსტრონგის ჩვენების მიხედვით 2003 წლის ივლისში ის და უილიამ როჩშტეინი ბანკის ძარცვას განიხილავდნენ. მისი თქმით, გეგმის შესახებ მისმა საყვარელმა ჯეიმს როდენმა გაიგო და მათ პოლიციაში დასმენით დაემუქრა, თუ დუმილის სანაცვლოდ თანხას არ გადაუხდიდნენ. სწორედ ამიტომ მარჯორიმ მას თოფიდან ესროლა, რათა ბანკის ძარცვის გეგმა არ ჩაშლილიყო. გამოძიების ვერსიით, ბარნსიც აქტიურად მონაწილეობდა ბანკის ძარცვის დაგეგმვაში, რადგან მარჯორი დაჰპირდა ფულს მამის მკვლელობის სანაცვლოდ, თუმცა წინა პირობა იყო, რომ ჯერ ამ თანხის მოპოვებაში უნდა დახმარებოდა. 2003 წლის 28 აგვისტოს დილით მარჯორი თავის ავტომობილით ბარნსთან ერთად მივიდა ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ისინი როჩშტეინს შეხვდნენ. სწორედ ამ დროს შენიშნა ისინი შემთხვევითმა გამვლელმა. სანამ მარჯორი საწვავის ფულს იხდიდა, უილიამ როჩშტეინმა ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ქუჩის ტელეფონიდან პიცერია მამამიაში დარეკა და პიცა შეუკვეთა. ამის შემდეგ სამივე გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც ბრაიან უელს პიცა უნდა მიეტანა. ადგილზე მათ ბობ პენეტი და ფლოიდ სტოქტონი ელოდებოდნენ. როდესაც ბრაიანიც მივიდა, სტოქტონმა ბომბი აიღო და მისკენ დაიძრა. ბრაიანმა მაშინვე შეამჩნია, რომ ეს მაკეტი კი არა ნამდვილი ბომბი იყო და პანიკაში ჩავარდნილმა გაქცევა სცადა. თუმცა როჩშტეინმა ჰაერში გასროლით გააჩერა. გასროლის ხმაზე ბრაიანი ძირს დაეცა. ამით ისარგებლეს ბარნსმა და პენეტიმ და ბრაიანი შეაკავეს. შემდეგ ყველამ ერთად ძალის გამოყენებით გაუკეთეს კისერზე ბომბი. მისცეს გადაკეთებული ხელჯოხის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღი და გადასცეს დეტალური ინსტრუქციები. უთხრეს, რომ დაჭერის შემთხვევაში ეთქვა თითქოს სამი უცნობი აფრო-ამერიკელი დაესხა თავს. ძალით გაუკეთეს ბომბი და ბანკის გაძარცვა აიძულეს. ბრაიან უელსის წასვლის შემდეგ მარჯორიმ ბარნსს უთხრა, რომ მასთან ერთად წასულიყო, რათა ძარცვისთვის შორიდან ედევნებინათ თვალი. ისინი მანქანით ბანკთან ახლოს მდებარე ავტოსადგომზე მივიდნენ, საიდანაც ბანკი კარგად მოჩანდა. მარჯორი ბინოკლით აკვირდებოდა, როგორ შევიდა ბრაიანი ბანკში და როგორ გამოვიდა. შემდეგ ბინოკლი ბარნსს გადასცა, ჩუმად ჩაიცინა და უთხრა, რომ ბანკი უკვე გაძარცვეს. ამის შემდეგ მან მანქანა დაქოქა და იქაურობა დატოვეს. სიჩქარეში შუქნიშანზე წითელზე გაიარა, სწორედ ამ დროს შენიშნა ერთ-ერთმა მოწმემ. შემდეგ ისინი მეორადი ავტომობილების ბაზრობაზე მივიდნენ, სადაც მარჯორი კვლავ შეხვდა როჩშტეინს და მათ ავტომობილები გაცვალეს. უკანა გზაზე უკვე
უკვე როჩშტეინის მანქანაში მჯდომი მარჯორი მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა, რა დროსაც ის კიდევ ერთმა მოწმემ დაინახა. გამოძიების ვარაუდით, დიდი ალბათობით პენეტიმ და ბარნსმა, ისევე როგორც ბრაიან უელსმა, შესაძლოა არ იცოდნენ, რომ ბომბი ნამდვილი იყო და შესაძლოა მხოლოდ მარჯორიმ და როჩშტეინმა გადაწყვიტეს ნამდვილი ბომბის გამოყენება, რათა ბრაიან უელსს დაჭერის შემთხვევაში არაფერი ეთქვა. ეს ასევე ხსნიდა პენეტის უკიდურეს ნერვიულობას და მისი მოკლის შიშს. არსებობს შესაძლო ვერსია, რომ მეგობრის სიკვდილის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა და ნარკოტიკებით ამ მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობდა, რის შედეგადაც დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა. 2010 წლის 1 ნოემბერს დაიწყო სასამართლო პროცესი მარჯორი დილ ამსტრონგის წინააღმდეგ ბანკის ძარცვისა და ბომბის აფეთქების საქმეზე, რომელმაც ბრაიან უელსის სიცოცხლე იმსხვერპლა. ფედერალებმა გარიგება შესთავაზეს ბანკის ძარცვის საქმეში ერთ-ერთ მონაწილეს, ფლოიდ სტოქტონს, მარჯორი დილ ამსტრონგის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ მას ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდნენ, რაზეც სტოქტონმა თანხმობა განაცხადა, თუმცა სასამართლოზე მისი გამოცხადება ვერ მოხერხდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. მეორე მონაწილემ, კენედ ბარნსმა, ბანკის ძარცვის დაგეგმვაში თავი დამნაშავედ ცნო, რის გამოც 45 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით კი დილ ამსტრონგის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების საფუძველზე მას სასჯელი 22 წლამდე და 5 თვემდე შეუმცირდა. გარდაცვლილი როჩშტეინი და ბრაიან უელსი დასახელდნენ თანამონაწილეებად, თუმცა გარდაცვალების გამო მათ ბრალი არ წარედგინათ. გამოძიების თანახმად, ბრაიან უელსი თავდაპირველად მონაწილეობდა ბანკის ძარცვის დაგეგმვაში, მაგრამ თანამზრახველებმა გაწირეს და კისერზე ნამდვილი ბომბი გაუკეთეს. სტოქტონი მაინც გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე ჩვენება ვერ მისცა. მისი შეთანხმება ფედერალებთან ძალაში დარჩა, რადგან სასამართლოში მისი არ გამოცხადება გაუთვალისწინებელი და დასაბუთებული მიზეზით იყო განპირობებული. 2010 წლის 1 ნოემბერს თითქმის 12 საათიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა საბოლოო ვერდიქტი გამოიტანეს. მარჯორი დილ ამსტრონგი დამნაშავედ ცნეს ბანკის შეიარაღებულ ძარცვაში, ძარცვის შეთქმულებაში და დანაშაულის ჩადენის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებაში. 2011 წლის 28 თებერვალს მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე, რომელსაც დაემატა ჯეიმს როდენის მკვლელობის 2005 წელს მისჯილი სასჯელი. მარჯორი დილ ამსტრონგი ციხეში 2017 წლის 4 აპრილს მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. კენედ ბარნსი, რომელმაც მასზე 2 წლით მეტხანს სიცოცხლა, 2019 წელს ციხეში გარდაიცვალა, ხოლო ფლოიდ სტოქტონი, რომელიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, 2023 წელს ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.